მანამდე უნდა გითხრათ, რომ თბილისში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი არტისტერიუმი დასრულდა, მე-17 არტისტერიუმის დახურვა მზიურში კუბი კონტექსტში გაიმართა. მამუკა ჯაფარიძის, გოჩა ჟღენტის, კრიშტოფ ფარანაჩეკის ნამუშევრების პარალელურად მზიურში ნინო მაღლაკელიძის პერფორმანსიც გაიმართა. არტისტერიუმის თემა წელს სახელმწიფო განათლება იყო, რომელიც სხვადასხვა ვორქშოპის სახით განხორციელდა. ვორქშოპებს სხვადასხვა მიმართულება ჰქონდათ: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი. გრადი ხელოვნების პრაქტიკა. არტისტერიუმი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მე-17-ად გაიმართა. ერთ-ერთი განსაკუთრებული არტისტერიუმი იყო წელს, ასე ვფიქრობ, რადგან ყველა ნამუშევარი იყო დაყრდნობილი ვორქშოპზე და ეს ვორქშოპები სამუშაო შეხვედრები ორგანიზებული იყო არტისტების მიერ, რომლებმაც სხვადასხვა მედიაში შექმნეს ნამუშევრები, არა მარტო, არამედ რიგით მოქალაქეებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც აინტერესებს და უყვარს ხელოვნება, ვისაც შეიძლება არც არასოდეს არ ქონია პრაქტიკულად შეხება რაიმე შემოქმედებით პროცესთან ან ნამუშევრების შექმნას და ასეთ ადამიანებს წელს პირველად მიეცათ საშუალება, რომ ყოფილიყვნენ ავტორები იმ უნიკალური ნამუშევრების, რომლებიც ახლა არის გალერეაში გამოფენილი. არტისტერიუმი 17-24 ოფიციალურად დღეს იხურება ამ პერფორმანსით და ექსპოზიციით, რომელიც დაგხვდებათ გალერეაში, თუმცა ეს ექსპოზიცია გაგრძელდება 20 ოქტომბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოიაროს და დაათვალიეროს, რა შექმნეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მე ვარ ხელმძღვანელი კონკრეტული ვორქშოპის, ზოგადად მულტიმედიური ვორქშოპების ფარგლებში, არტისტერიუმში ვიღებთ მონაწილეობას და ეხლა კონკრეტულად იწყება ჩვენი პერფორმანსი, სადაც არის მედიას ისტორიის გაცოცხლება ერთგვარი და ოქროს საწმისის დაბრუნება. შევქმენით კოსტიუმები, შევქმენით ხასიათი, სცენარი, პიესა და ყველაფერს ერთად გავაცოცხლებთ. ვფიქრობ, რომ ესეთი სიცოცხლე და ესეთი ინოვაცია ყოველთვის ჭირდება როგორც არტისტს, ისე ქალაქს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო წელს კიდევ ერთხელ რომ ჩაერთო კუბი კონტექსტში, ანუკა ლომიძის კურატორობით და გაკეთდა მულტიმედიური ხასიათის ვორქშოპები, სადაც ნებისმიერ ადამიანს მსურველს შეეძლო დაუფლებოდა პერფორმანსის ხელოვნებას და მისი შემოქმედებითი კრეატიული მხარე გაეცოცხლებინათ.